კაცობრიობამ Ford Mustang-ი პირველად 1964 წლის 8 მარტს იხილა. მან მალევე შეძლო და გახდა საკულტო ავტომობილი და საკმაოდ დიდი ფანების ჯგუფიც კი დააგროვა. მისი 8 ცილინდრიანი ძრავით, განუმეორებელი ხმით და ბრუტალური ვიზუალით მან ბევრი ავტომოყვარულის გული მოიგო. მაგრამ დღეს ის იმედგაცრუების, ანუ ელექტრომობილის სახით გვევლინება. ეს ვიდეო ამ სიტყვებით რო დამეწყო იქნებოდა ლაიქებზე და ნახვებზე გათვლილი. პოპულისტური განცხადება იქნებოდა, მაგრამ მე მინდა რომ დღევანდელ ვიდეოში რეალობას თვალებში ჩავხედოთ და ყველამ ერთად ვაღიაროთ, რომ ის რაც ჩემს უკან დგას, საკმაოდ კარგი პროდუქტია. მაგრამ ერთადერთი პრობლემა აქვს, სახელი. და ამაზე ცოტა ხანში მოგახსენებთ ჩემ აზრს. მანამდე კი დატკბით ულამაზესი კლიპით. Man, I've been high, I saw a guy who the dopest, hopeless, what I used to be, now I'm moving packs of that potent pressure, if love is a drug, I need extra, I don't look to pee. მიუხედავად იმისა, რომ წარწერა Mustang ექსტერიერზე არსად არ გვხვდება, ამ ავტომობილს ქვია Mustang Mach-E და მთელი მისი უბედურებაც სწორედ სახელში მდგომარეობს. წარმოიდგინეთ Mustang-ის მოყვარული ტიპები, რომლებსაც 8 ცილინდრი, საწვავის სუნი და ეს როხროხა ხმასი ამოვნებ და Ford-ი იმათ ეუბნება, აი ძმებო, ახალი Mustang-ი ნახეთ, სრულიად ელექტროა, ინებეთ. ანუ ეს დაახლოებით იგივეა, რომ ძმაკაცები ბარბეკიუ პარტიზე დაპატიჟო და სალათი დაახვედრო, ლუდის მაგივრად კიდე ფორთოხლის ფრეში შესთავაზო. ანუ ხვდებით ხო? საერთოდ სხვა აუდიტორიას მიაწოდეს საერთოდ სხვა აუდიტორიაზე გათვლილი პროდუქტი და ეს გააკეთა ჩემი აზრით ვიღაც ბრენდ მენეჯერმა Ford-ში, რომელსაც ავტომოყვარულებთან საერთოდ რაღაცა შეხებაც არ აქვს. და მოდი, ძმებო, ახალი ელექტრომანქანაა და საზოგადოებამ კარგად რომ მიიღოს, Mustang-ი დავარქვათ. 50 წელზე მეტია Mustang-ი უყვარს ხალხს და დაარქვეს Mustang Mach-E. არა და რეალურად Mustang-ის გარეშე უბრალოდ Mach-E რო დაერქმიათ და ცალკე ავტომობილი ყოფილიყო და არ შემოეტენათ ეს როგორც Mustang-ის ელექტროვერსია, დარწმუნებული ვარ რომ იმ Mustang-ის მოყვარულებსაც უფრო მეტად მოეწონებოდა და იტყოდნენ რომ იცი რა ძმაო, აი Ford-ი muscle car-ებს ხო უშვებს რაც ჩვენ გვიყვართ, მაგრამ თუ შენ ეგ არ გინდა ეკონომია, გინდა რაღაც თანამედროვე ავტომობილი, გინდა გაჯეტი უფრო გინდა ვიდრე ავტომობილი, აი Mach-იც ყავს Ford-ს. მაგრამ როგორც Mustang-ი ეს ისე არავინ არ მიიღო. ეს კონკრეტული ავტომობილი არის GT Edition. ანუ Ford Mustang Mach-E GT. და ერთადერთი ამის აღმნიშვნელი არის უკან საბარგულზე დატანილი GT-ის წარწერა. დანარჩენი ექსტერიერზე არანაირი ლოგო ან ბრენდინგი არ გვხვდება, რომ ეს ავტომობილი არის GT. ნუ რა თქმა უნდა, ბოდიკიც თუ არ ჩავთვლით. GT-ის სხვანაირი ბამპერები, სხვანაირი ფრთები და ზოგადად ვიზუალში განსხვავებები აქვს სტანდარტული ვერსიისგან. და რას ნიშნავს GT? GT ვერსია გამოიმუშავებს 480 ცხენის ძალას, 850 ნიუტონ-მეტრს და 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება. ეს კონკრეტული ავტომობილი არის ერთ-ერთი იუთუბერის, ბევრისთვის საყვარელის, გიორგი დანელიას პირადი ავტომობილი. რაც ამ ავტომობილთან დღეს ნახევარ დღეზე მეტი გავატარე, მივხვდი ზუსტად რატომ არის ეს გიორგის მანქანა. ზოგადად სამყაროს შემთხვევით არაფერი არ ხდება. გიორგიც მაინც ტექ ტიპია, რაღაც გაჯეტებთან, ტექნიკასთან ასოცირდება, ეს ავტომობილიც ეგეთია. გიორგი ექსტრემალია და ესეც GT ვერსია და სტანდარტული ვერსია არ არის და შედარებით უფრო სწრაფი და ისეთი ფიცხი ავტომობილია, კარგი შეგრძნებების დასაგენერირებლად ასე ვთქვათ და ასევე გიორგი არის family guy, მას ყავს 3 ულამაზესი ქალბატონი ოჯახში და ეს ავტომობილიც არის SUV-ის ფორმის. იმასაც გეტყვით რომ გიორგი ამ ავტომობილს ყიდის, თუმცა მე ვერ ხვდები რატო ყიდის, მაი ავტოზე შეგხვდებათ ალბათ განცხადება, ვისაც გაინტერესებს, თუმცა ჩვენს არხზე ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, არაერთხელ, რომ მანქანები, რომლებიც გადასაღებად გვათხოვეს, იყიდებოდა და ვიდეოს ნახვის შემდეგ პატრონებმა გადაიფიქრეს და დაიტოვეს ეს ავტომობილები და მოდი ვნახოთ ამ ვიდეოს შემდეგ რა მოხდება და რას გადაწყვიტავს გიორგი. ყველაზე საკამათო დიზაინი ამ ავტომობილს აქვს პროფილში, ამიტომ პროფილიდან ვიწყებ ექსტერიერზე და ზოგადად დიზაინზე საუბარს და საკამათო არის აი ეს დეტალი. ნუ მე ვხვდები რატომაც გააკეთეს ეს, ძარისგან არის გამოყოფილი, სხვა ფერია და უბრალოდ ესეთი ლამაზი დახრილი უკანა მხარე რო ქონოდა ამ მოდელს და ოკეი, გასაგებია. ნუ საკამათოა, ბევრს მოსწონს, ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს.
კარს ვაღებთ ღილაკზე თითის დაჭერით, უბრალოდ კარი გარეთ გამოიღება და მე ხელით გამოვწევთ. უკანა კარს ხელის მოსაკიდებელი არ აქვს, წინა კარს ხელის მოსაკიდებელი აქვს, რომ გავაღოთ. დაკეტვის დროს ბოლომდე ჩვენ თუნდა დავხუროთ, არ აქვს ეგრეთ წოდებული რბილი დახურვა, მაგრამ გეტყვით მაგაზე მიზეს. გვაქვს წარწერა Mach-E 4X, გვაქვს დისკები, რომელიც არის აეროდინამიულობისთვის, აი ესე თითქმის სრულად შევსებული, იმიტომ რომ რეინჯი უფრო ნაკლებად მოგვაკლდეს და ასე ვთქვათ, მეტი გავიაროთ. აქედან ტენით ავტომობილს, აქ არის შესაერთებელი ჩარჯერის და დანარჩენი ისეთი აღსანიშნავი და ხაზგასასმელი არაფერი არ არის. აქ ერთადერთი აი ამ დისკებს იქეთ თუ შევიხედავთ და სამუხრუჭე დისკებს დავაკვირდებით, არის ჩვეულებრივი მეტალის, არც დახვრეტილია, არც დაზოლილია, კერამიკაზე ხო ზედმეტია საერთოდ საუბარი, ერთადერთი წითელი ფერის სუპორტები გვაქვს და აი ამ შავ დისკს ძალიან უხდება, მაგრამ ვისურვებდი რომ აქ ყოფილიყო უკეთესი სამუხრუჭე სისტემა, იმიტომ რომ ეს მანქანა ჯერ ერთი რომ მძიმეა და მეორე რომ არის GT ვერსია. თუმცა ამასაც და იმასაც რომ რბილი დახურვა არ აქვს კარზე და კიდევ რაღაცეები არ აქვს და გზაში ყველაფერი გამოჩნდება რა არ აქვს. ვამართლებ იმით, რომ ეს ავტომობილი სრულიად ახალი ღირს $63,000. ყოველ შემთხვევაში 2022 წელს GT ვერსია ღირდა $63,095. ორიგინალი ფასი სულ ახლის. შესაბამისად ამ ფასში ძალიან ბევრი რაღაცა არ უნდა მოვითხოვოთ, როცა ელექტრომობილზეა საუბარი და არა ჩვეულებრივ შიდაწვის ძრავიან ავტომობილზე. იმიტომ რომ მაგალითად ისევ თავის კონკურენტ ავტომობილებს თუ შევადარებთ, მათთან შედარებით უფრო იაფია ეს ავტომობილი. წინ რა თქმა უნდა ძრავის ნაცვლად გვაქვს სათავსო სივრცე. რომელიც საკმაოდ ისე ამერიკულად ცოტა ბინძურად გამოიყურებოდა და The Park თბილისში ბიჭებმა მიხედეს და გაალამაზეს, ამის გარდა კიდე სხვა პროცედურებით ჩაუტარდა ავტომობილს და მოდი ვნახოთ The Park თბილისიდან კადრი. Money, power, and აი გეყოფათ ამდენი რეცხვის კადრების ყურება, რაც შეეხება ავტომობილის ცხვირს. რა თქმა უნდა, არის Mustang-ი, ნამდვილად იმეორებს წინათაობის, აი ხა სულ ახლის არა წინათაობის მაშუქებს, გრილის დიზაინს, ზოგადად ცხვირზე მართლა იგულისხმება და შესამჩნევია რომ არის Mustang-ის დიზაინი, წინ გვაქვს Mustang-ის ლოგო, ცხენი პროფილში და საკმაოდ ისე სოლიდურად და თან ამავდროულად სპორტულად ლამაზად გამოიყურება. გამომდინარე იქიდან რომ ამ ავტომობილს გაგრილება არ სჭირდება, არ გვაქვს შიდაწვის ძრავა, ეს არის მთლიანად პრიალა ზედაპირია, უბრალოდ ჭრები არ აქვს რომ ჰაერი შევიდეს, იმიტომ რომ არც არის რომ ჰაერი შევიდეს საჭირო. წინ გვაქვს წინახედვის კამერა და გვაქვს მაინც აეროდინამიულობისთვის ბამპერზე ორი ჭრილი, რომელიც ჰაერს ავტომობილის წინ მოხვედრილ ჰაერს გვერდებში უშვებს. და მოდი გადავიდეთ უკანა მხარეს. უკანაც რა თქმა უნდა მაშუქები გვაქვს Mustang-ის, პირდაპირ Mustang-ია, სხვა ავტომობილში ვერანაირად ვერ აგერება. არის გამჭვირვალე ფერის, თეთრი, ანუ clear tail lights, რაღაცა ეს ეძახიან ამერიკაში და ამ კონკრეტულ ფერს ძალიან უხდება და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ერთადერთი წარწერა სადაც ხდება GT არის ავტომობილის საბარგულზე და ნუ დანელამ დაამატა ნომერზეც GT. რა ხდება საბარგულში? ღილაკზე გვაქვს არა, შეიძლება ფეხის გაწევაზეც იღებოდეს. საბარგულში, რომ ვთქვათ, პატარა სივრცეა თქო არა, მაგრამ დიდი სივრცეც ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ გიორგის ვიდეო თუ გაქვთ ნანახი სასრიალო დრომით ოჯახთან ერთად, ერთ მანქანაში ვერ ჩაეტიათ თავის სნოუბორდებით, ორი შვილით მეუღლეთი და მეორე ავტომობილი დასჭირდა რომ წასულიყო, ანუ ორი ავტომობილით წავიდნენ რეალურად სასრიალოდ ამის გამო. უკან საბარგულზეც რა თქმა უნდა The Park-მა იმუშავა და ძალიან სუფთად გამოიყურება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ღილაკზე იხურება საბარგული და უკნიდან საკმაოდ ისეთი სიმპათიური უკანა ნაწილია გამ ავტომობილს მათთვის, ვისაც ეს Mustang-ის და რაღაცა თანამედროვე ამერიკული დიზაინი მოსწონს. რა ვიცი, დასაწუნი არაფერი არ აქვს ნამდვილად. Fastback-ი აქვს უკანაც როგორც ჩვეულებრივ კუპე Mustang-ს.
ინტერიერში ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ ეს არის GT და არა ჩვეულებრივი Mac-ი. ერთადერთი რაც მაკლია Areon-ია და ისიც აქ არის, ეს არის Wild სერიებიდან, სადაც ცხოველებია დატანილი ფირფიტებზე და აქვს ძალიან კარგი სურნელი. ეს კონკრეტული არის შავი პანტერა და ამას დავტოვებთ ამ მანქანაში, იმიტომ რომ უხდება ამ მანქანას შავი პანტერა და ამის გარდა კიდე გიორგისთვის ბევრი Areon-ები გვაქვს. მართლა რა გაისურვებთ. მეგობრებო, შავი პანტერა Wild-ი შეიძინეთ და ვისაც არ მოგეწონებათ ამის სუნი, unsubscribe გაუკეთეთ არხს. მეტი რა ვქნა. სიჩქარეების გადამრთველი მაქვს ესეთი ბერკეტი ხმის აწევა დაწევას გავს, რაც იაგუარშიც აღვნიშნე რომ არ მომწონდა, იმიტომ რომ ხანდახან როდესაც ცხვირით მიაყენებ უცებ გინდა რომ უკუსვლით გამოხვიდე, პარკინგში ვარდება ხოლმე და არ არის დიდად კომფორტული. ასევე თივე სატრიალებელი მაქვს ეკრანზე, რომელიც ჩამქრალ ეკრანზე შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ როგორც კი ეკრანი აინთება, ხვდები რომ საჭიროა და ლამაზია და კარგია და სხვებმა რატო ვერ გააკეთეს ან არ გააკეთეს. ჯდება კლიმატ კონტროლის გამოსახულებაში ძალიან კარგად. ამის გარდა აქვს რამდენიმე ფუნქცია. თუ დავაწვევი ფენს, ვრთავ, თიშავ და ვარეგულირებ დაბერვის სიძლიერეს და ასევე, როდესაც ჩავრთავ ნებისმიერ ხმოვან რაიმეს, იქნება ეს მუსიკა თუ ვიდეო თუ რაც მინდა ჩავრთო, ამ შემთხვევაში უკვე ხმის მომატება მოკლების ფუნქციას და ასევე მრავალფუნქციურია ეს გორგოვაჭი. საჭეს რაც შეეხება, საკამათო დიზაინია საჭის, ზოგ შეიძლება მოეწონოს, ზოგ შეიძლება ძალიან არ მოეწონოს ეს საჭე, მაგრამ ყველაფერი გემოვნების ამბავია. რაღაცა გადასარევი საჭე არაა, მაგრამ ნორმალური საჭეა. ზოგადად ეს ავტომობილი ტოვებს უფრო მეტად მანქანის შეგრძნებას, ვიდრე რაღაცა ელექტრომობილებისგან რო ვართ მიჩვეული, ცოტა ეს ფუტურისტული, ცოტა უცნაური რაღაცა გაურკვეველ შეგრძნებებს არ ტოვებს. Ford-ია. რამდვილად Ford-ია, ანუ შეუცდომელად ეჭვიც არ შეგეპარება ამ მანქანაში რომ დაჯდები, რომ ეს არის Ford-ი. სტარტ-სტოპ-ღილაკით იკოკება, სტარტ-სტოპ-ღილაკით ქრება, რა ვიცი, ყველაფერი მაქვს ღილაკებზე, ადამიანურ და ადეკვატურ ნორმებში ჩამჯდარი და მენიუში შესვლა არ მჭირდება, რომ რაღაცები გავააქტიურო და ჩავრთო და გავთიშო და ასე შემდეგ. Apple CarPlay მაქვს როგორც Bluetooth-ით, ასევე კაბელით, მაგრამ კაბელი რაში გვჭირდება, როდესაც Bluetooth-ით გვაქვს. ღილაკები მაქვს 3-ზე ურზეთ, 3 ღილაკი მაქვს, რომელზეც შემიძლია დავაპროგრამო ნებისმიერი პულტი, რომელიც აღებს შლაგბაუმს, გარაჟის კარს და ასე შემდეგ და საფთან რომ მიხვალ მიაწვევი, გააღებ, ძალიან კომფორტულია და ცალკე პულტის ძებნა აღარ გიწევს. ეს ძალიან კომფორტულია და ჩვეულებრივად საქართველოში მუშაობს რა, ანუ იყო ამაზე გავრცელებული ინფორმაცია, ცდარი რომ აი ამერიკაშიც მაუ ისეთი სახლები აქვთ აქედან აღებენ, არა, ჩვეულებრივად აი ეზოში, კორპუსში რო შლაგბაუმი გაქვთ, შეგიძლიათ ისიც დააპროგრამოთ. წინ მაქვს LED display, მონიტორი პატარა, ესეთი ვიწრო, სადაც მიჩვენებს სიჩქარეებს, ანუ სვლებს, დრაივში ვარ, ნეიტრალში ვარ, პარკინგში ვარ თუ ასე შემდეგ, მიჩვენებს სიჩქარეს, ground speeds, ასე ანუ ესე ითვლის. Range მიჩვენებს, ახლა 77%-ია დატენილი ბატარეა და 298 კილომეტრი მაქვს კიდევ range და მიჩვენებს თვითონ ავტომობილს, რომელსაც წინ აქვს ესეთი პატარა ლურჯი ოთხკუთხედი, რომელზეც გიორგის რო კითხე რა არის თქო, გიორგის აქვს ეს ჩართული თვითონ, რომ აი მაგ დისტანციის მერე ავტომატურად ატორმოზებს ავტომობილი და რა აი მაგ დისტანციას ყოველთვის იჭერს. და საჭეს და მონიტორს შორის მაქვს კიდევ ერთი შავი პრიალა, აი ესეთი პლასმასი, რომლის უკანაც იმალება სენსორი და ეს სენსორი აკვირდება მძღოლს. როდესაც კრუიზზე გვაქვს ჩართული ავტომობილი და მაგალითად საჭეს დიდხანს გავუშვებთ ხელებს და მესიჯობთ და ასე შემდეგ, ნუ ჯერ გვეუბნება რომ გზას უყურე ძმა, არ დაიმტრეო და მერე უკვე თავისით იწყებს დამუხრუჭებას და ბოლოს გვერდზეც გაჩერდება გზაზე ავტომობილი, ასე რომ ნუ ჭკვიანია და არ მოგცემს. ტრაკი გადავიღოთ ხო? ცოტა წინ დადი შენ გამწირო, ტრაკი გადავიღოს. კარგადაც ჩქარდება, 100 გავცდით. კარგად ჩქარდება ძალიან. მაგრამ ნუ ეხა ისეთი შეგრძნებები არ აქვს, რომ ამითი ავტომოყვარული, რომელიც ტრაკ მანქანებს მიჩვეულია, გააკვირვო ვერა, მაგრამ ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის მიჩვეული ამ ტრაკ მანქანებს და ელექტრომანქანებს მით უმეტეს, აი ყველა გაკვირვებული დარჩება და ყველა რაღაცა ისეთი სასიამოვნო ემოციებით, ადრენალინით დაიმუხტება. თან ეს არის ჩვეულებრივ რეჟიმში. იბუქსავა და
რა, მე მგონი წეღან უფრო კარგად მიდიოდა რა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვისფერზე უფრო კარგად მიდიოდა. 1, 2, 3. არა, კარგად. აი რაღაც 60-ის, 70-ის მერე თითქოს აღარ მიდის ისე. რავი, კონდიციონერი, აინც ელექტრომანქანაა და მოდი გავდიშოთ კონდიციონერს, წავიდეთ. ხო, არა. ეხლა მინდა რომ გესაუბროთ ამ ავტომობილში როგორ არის გაკეთებული სვლის რეჟიმები. ზოგადად ხო არის რაღაცა ეკო, კომფორტი, სპორტი, სპორტ პლუსი ასე შემდეგ. აქ გვაქვს ამი მოუდი. ერთი არის whisper. ანუ რაც ნიშნავს ჩურჩულს ქართულად. მეორე არის engage, მოემზადე, ესეთ ვარიანტში მომზადებული რო ხარ რაღაცისთვის და unbridle. Unbridle არის პირდაპირ თარგმნოთ ქართულად აღვირახსნილი. აღვირახსნილი ანუ unbridle არის სპორტის რეჟიმი, engage არის საშუალო რეჟიმი და whisper არის უფრო რაღაცა წყნარი მშვიდი რეჟიმი. თუმცა whisper-შიც ძალიან ესე სწრაფად და ენერგიულად დადიოდა ავტომობილი. გარდა იმისა, რომ საჭეც კომფორტულია და თვითონ ავტომობილი კარგად მანევრირებს, ასევე დაკიდების სისტემა აქვს კარგი, უსწორმასწორობებს ძალიან კარგად ხლაპავს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა დისკები არ უყენია. ინტერიერის დიზაინში თვითონ ტორპედოც, იმედია ეს გამოჩნდა, უკანა საბურავით რო გაგვასწრომოთო. ინტერიერის დიზაინში და ტორპედოს აქვს მუსტანგის ფორმა, როგორც ოდითგანვე, აი ძველი მუსტანგებიდან მოყოლებული, თანამედროვე მუსტანგებშიც ორივე მხრიდან ეს მოდის დიზაინი და ეს რაღაც აკეთებს და აქაც დაახლოებით ეგრეა და მომწონს. Whisper-ი არის ყველაზე წყნარი მოუდი, როგორც გითხარი და აქვს ასევე ხმის propulsion sound, აი ესეთი რაღაც განყოფილება, რომელიც შეგვიძლია გავთიშოთ და საერთოდ ჩუმი იქნება ავტომობილი. Unbridle mode-ში, აღვირახსნილ mode-ში კიდევ უფრო მეტად ემატება ხმა, მაგრამ ყველაზე მაქსიმუმზე ჩემი აზრით საკმარისი ხმა არ არის. თუ რა თქმა უნდა გინდა რომ ხმა გესმოდეს მაგ შემთხვევაში ვამბობ. ზოგადად ელექტრომანქანებს ეს დამატებითი ხმები არც ერთის არ მომწონს, ერთადერთი არის Porsche, Taycanis შემთხვევაში, რომელიც მართლა მომწონს და რაღაც ისეთი ხმები აქვს თავისი უნიკალური განსაკუთრებული. აქვს ორი ვარიანტი სვლის, ერთი არის one pedal drive და მეორე არის ჩვეულებრივი, ანუ one pedal drive off და one pedal drive რას ნიშნავს? ანუ ერთი სატერფულით ვაკონტროლებთ ავტომობილს. აქსელერატორს ფეხს რო აუშვებთ, მანქანა რეგენერაციაზე მიდის და თავის დამუხრუჭებს one pedal-ის შემთხვევაში. კარგი სამართავია, კომფორტული, არ მაწუხებს ის, რომ ავტომობილი მძიმეა. მოსახვევი მართლა კარგად უჭირავს. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეა, რომ სიმძიმის ცენტრი ავტომობილს აქვს დაბლა, იმიტომ რომ ელემენტები აყენია დაბლა საბურავებს შორის, მოსახვევებში საერთოდ არ იხრება, ძალიან კარგად დგას და მოსახვევები ძალიან კარგად უჭირავს. ერთადერთი რაც არ მომწონს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის ამ მანქანის სახელი, არ მომწონს ისიც იმიტომ, რომ აღიზიანებს ავტომოყვარულების კონკრეტულ მასას. დასაწუნი მე მგონი ბევრი არაფერია ამ ავტომობილში, მაგრამ რომ მოვინდომოთ იმდენ მინუს ვუპოვით, ამას კი არა ნებისმიერ ავტომობილს, რომ 1 და 10 ვიდეო არ გვეყოფა. ავტომოყვარული მე იმიტომ მქვია, რომ ავტომობილები ძალიან მიყვარს და ყოველთვის იმას ვხედავ ავტომობილში, თუ რა პლუსები აქვს და რა აქვს კარგი, თორემ უმინუსო ავტომობილი ნამდვილად არ არსებობს. რაღაცეების ასე ვთქვათ, გაბანძებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ არ არის საჭირო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელექტროავტომობილში, ეს არის range. თუ რამდენ კილომეტრს გაივლი ერთი დამუხტვით, რომ სადმე არ დაგიჯდეს მანქანა და მაკის დამტენი ხო არ გაქვს ძმა, ესე რო არ ირბინო. ჩემი დაკვირვებით ეს ავტომობილი სრული დამუხტვით წესით თავისუფლად უნდა გადიოდეს 350 კილომეტრს. აი დაახლოებით ესე კარგ პირობებში. 350 კილომეტრი ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. ამ თბილისიდან რო წახვალ, ბათუმში ჩახვალ და მერე იქ შეაერთებ დასატენად. მაგრამ ჩემთვის ელექტროავტომობილი არის მაინც უფრო ქალაქის მანქანა. მაინც ჯერ ინფრასტრუქტურა ქვეყანაში ისე არ გვაქვს მოწყობილი, რომ ელექტროავტომობილებზე მორგებული იყოს და უცებ 15 წუთით გაჩერდე და fast charger-ზე დაამატო კილომეტრები, ასე რომ
ქალაქისთვის ძალიან კარგი ვარიანტი, ანუ ელექტროავტომობილი ყოველთვის უნდა იყოს მეორე მანქანა ოჯახში. თუ დაკვირვებულ ხართ, სადმე ქალაქგარეთ დიდი ხანით რო გადიხარ სუფთა და თბილისში ბრუნდები, ქალაქი ყარს გამონაბოლქვის სუნად და სუნთქვა საერთოდ ძალიან ჭირს. მაგ შემთხვევაში პირიქით რა, რაც უფრო მეტი ელექტროავტომობილი ივლის ქალაქში, ეკოლოგიისთვის ეს ძალიან კარგია და მე პირადად ამ ყველაფერს მივესალმები. რაც არ უნდა ავტომოყვარული ვიყო და მიყვარდეს 8 ცილინდრიანი ძრავა. 8 ცილინდრიან ძრავას აქვს თავისი ადგილი, სადაც ის მოგანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას და ეს არ არის თბილისის საცობები. ძალიან მომწონს Bang & Olufsen's აუდიო სისტემა. კარზე მაქვს საკმაოდ მოზრდილი ზომის დინამიკი, სპიქერი, ასე ვთქვათ, და ასევე ტორპედოზე, აი აქედან დაწყებული ბოლომდე მთლიანად წინ არის დინამიკი. ამის გარდა მაქვს შუშასთანაც, უკან რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ხმა და აკუსტიკა იქმნება და წეღან გზაში უსმენდით, კარგ შეგრძნებებს იწვევს. ლოგოებია ყველგან. ეს არის Bentley-ის ვიდეო წინა და ეხა მუსიკალურ ნაწილს ჩავრთავ კლიპის და ისე მოусმინოთ. ანუ ბოლომდე აწეულზე ძალიან კარგი ხმა აქვს, კარგი აკუსტიკა იქნება ინტერიერში. მე მომწონს. საბოლოო ჯამში, რაც ამ მანქანაზე მინდა ვთქვა, ის არის, რაც ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ ეს არ უნდა იყოს Mustang, ეს უნდა იყოს ცალკე პროდუქტი, ცალკე მდგომი. შეიძლება დიზაინში ესე ძალიან არ გავდეს Mustangs და ცალკე როგორც პროდუქტი ძალიან კარგი პროდუქტია, ძალიან მომეწონა. ფასიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის Ford და ეს არ არის რაღაც ძალიან პრემიალური ბრენდი, საკმაოდ კარგი პროდუქტია. იმიტომ რომ Ford-ის სხვა პროდუქტები არ გამოირჩევა ხარისხით და აქ ხარისხი ასე თუ ისე იგრძნობა, მით უმეტეს GT კომპლექტაცია, ინტერიერი ძალიან კარგი აქვს, ექსტერიერშიც GT განსხვავებულია და ვიზუალურად მე ძალიან მომწონს. აქვე მადლობა მინდა გადაუხადო დანელას, რომ ეს მანქანა გვათხოვა და აქვე მინდა შეგახსენეთ, რომ ამ არხზე ძალიან მალე გათამაშდება მანქანა, რომელიც ამ მანქანასთან ძალიან ახლოს არის რაღაცეებით ძალიან შორს. უკვე რიგში დგას ეს მანქანა, ერთ-ერთ სერვისში, სადაც უნდა დაიწყონ ამ ავტომობილზე მუშაობა და თქვენ გაჩვენებთ ყველაფერს პროცესს აბსოლუტურად და მე გათამაშებაში ძალიან ბევრ რაღაცას გადაწყვიტავთ უშუალოდ თქვენ, ასე რომ ეს იქნება ინტერაქციული გათამაშება, გამოიწერეთ ჩემი და Ford Dealer Entertainment-ის არხები, თვალი ადევნეთ ჩემს Instagram-ს, TikTok-ს, Facebook ჯგუფს, სადაც წინასწარ დაიპოსტება ნიუსები ამ გათამაშების შესახებ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Areon საქართველოს იმისთვის, რომ გვერდში გვიდგას და ესე ძალიან კარგ მანქანებს, ძალიან კარგ სურნელს უყენებს ინტერიერში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო The Parks, როდესაც მანქანებს ვიღებთ, მივდივართ პირველი პარკში, სადაც მანქანებს ძალიან პრემიუმ ხარისხის რეცხვა utardeba, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის და ასევე სხვა კომპონენტების და უკვე ავტომობილები გადასაღებად გამოიყურება შესანიშნავად. შეგახსენებთ, რომ 20%-იანი ფასდაკლება გაქვთ დითეილინგ რეცხვაზე The Park-ში, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და პარკის Instagram-ი და ასევე 10%-იანი ფასდაკლება გაქვთ ფირის გადაკვრაზე, პოლირებაზე, ქიმწმენდაზე, კერამიკაზე და ყველა იმ სერვისზე, რეცხვის გარდა სხვა ყველა სერვისზე, რომელსაც The Park თავაზობს მის მომხმარებლებს. ისღა დამრჩენია, რომ ის ჩასვლასთან ერთად ეს ვიდეოც ნელ-ნელა ჩაბნელდეს, მე წავიდე სახლისკენ და თქვენ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოუშვით სამოტივაციო კომენტარები. ყველა კომენტარს გითხოვთ აბსოლუტურად და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თქვენ დათმობილი დროისთვის და იმ კომენტარებისთვის, რასაც ვიდეოების ქვემოთ გვიწერთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო და ძალიან ძლიერი აუდიტორია იკვრება ნელ-ნელა და მე ამას ვხედავ, ვაფასებ. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით მომავალ ვიდეოში. გამოავლინოთ გამარჯვებულები. მოკლედ, ჩავდივართ Instagram-ზე, ჯერ ჩავართოთ screen recording-ი, რომ ყველაფერი იყოს. ნათელი გამჭირვალე კითხვები არ გაჩნდეს. შევდივართ ჩემს პროფილზე, შევდივართ გათამაშების პოსტზე, ვაკოპირებთ ლინკს, გადავდივართ საიტზე, რომელიც არჩევს კომენტარებიდან გამარჯვებულს, from comments მოვუნიშნავთ და არა from likes. კი ბატონო, 146 კომენტარი ამოარჩია.
დუნდურუნდუნდუნდუნდუ. არა, ეს თეკვანი ვარსკვლავებია. ლაშა MH. არა, MCH. შემდეგი ლომიძე 2002 და მესამე გამარჯვებულია ნიკა თათარაშვილი 9, მაგრამ წესებია, უნდა გადავამოწმო რომ ყველა follow-ებს დავიწყოთ ლაშა წერტილი MCH-ით. კი ბატონო, გვაფოლოვებს ნიკა თათარაშვილი 9, რომელიც გვაფოლოვებს და მესამე არის ლომიძე 2002. აი ნიკა ლომიძე არ გვაფოლოვებს მეგობრებო, შესაბამისად ნიკა ლომიძემ გამაზა ეს საჩუქარი და ეხლა თავიდან გამოვავლენ ერთ გამარჯვებულს, რომელიც იქნება მესამე გამარჯვებული და winners one. გეხვეწები, აი დაფოლოვებული ყავდეს, რომ კიდე თავიდან ამდენი საჩალიჩო არ იყოს. ეს არის ასაკურაჯანო. და დიახ, მეგობრებო, ეს ადამიანი მეც მაფოლოვებს პარკსაც, ლუსოსაც და ყველაფერი გამოვიდა საბოლოო ჯამში და ალექსანდრე ბეგიჯანოვი არის მესამე გამარჯვებული, მეგობრებო, გილოცავ ალექსანდრე, გილოცავთ სამივეს, შეგიძლიათ ინსტაგრამზე მომწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ან პირდაპირ The Park თბილისს დაუკავშირდეთ და ურეკოთ, უთხრათ, რომ თქვენ ხარ გათამაშებაში გამარჯვებული, თქვენი ინსტაგრამები გადაცემული იქნება The Park-ზე, შეგიძლიათ მიხვიდეთ, აჩვენოთ თქვენი ინსტაგრამი და თქვენი ავტომობილის სამფაზიანი რეცხვა მიიღოთ სრულიად უფასოდ და 0-დან 100 მოატრიალე ათში უცე. მე და იკოს არ დაგვარდ ყავღან. კი, მე და იკოს არ დაგვარდ. დროზე სანამ ეს დრაივს უპოვისე. უნდა დაატრიალო მან, დრაივში რო ჩააგდო, დაბლა მარჯვნივ. ტორმუს დაადგი. მოდი, აჰა. არ არის ნამდვილად გასაკვირი. შევაგინო მეგობრებო. გამოიწერეთ არხი და შევაგინო. ანუ ტრაკი უნდა გადავიღოთ აქეთ, ხიდი გვაქვს აქეთ, ლამაზი არის აქეთ.